დილამშვიდობისა, მოგესალმებით რადიომედის დილის არხის ფორმატში სპორტულ მიმოხილვას კახა გელაშვილთან ერთად შემოგთავაზებთ. კახა, დილამშვიდობისა. მოგესალმებით ზაზა, მივესალმებით ჩვენს პატრიოტულ მსმენელს, ტელემაყურებელს. გუშინ ჩემპიონთა ლიგაზე გქონდა აქცენტი გაკეთებული, ახლა კი კონფერენს ლიგა ალბათ და ის საფეხბურთო მატჩები, რომელიც ევროპა ჩატარდა და ევროპა ლიგა, რა თქმა უნდა, უბრალოდ კონფერენს ლიგაზე, იმიტომ გამომახული ყურადღება, რომ მაგალითად იქ ველოდი ჩვენ აზაროვის თამაშს, სადაც შახტარი კრისტალ პალასთან დამარცხდა და ჩვენი ფეხბურთელის გარეშე შედგა ეს მატჩი და ევროპა ლიგაზეც რაღაცა განსაკუთრებული სენსაცია მე როგორც ხვდები არ ყოფილა წუხელს. იმდენად თანაბრად დაბალანსებული ევროპა ლიგაც და პრინციპში კონფერენს ლიგას ნახევარფინალურ სტადიებს გულისხმობ რომ სენსაცია თქვა იყო, რა თქმა უნდა, გუშინაც ვისაუბრეთ და ჯერ კიდე დიდ ხანს იქნება საუბარი ჩემპიონთა ლიგის პირველ თამაშზე. სადაც 9 გოლი გავიდა. აქ ყველა მატჩი თითქმით რაღაცა მაქსიმალური გოლების რაოდენობა იყო 4. რადგანაც კონფერენს ლიგით დაიწყე, თქვა რომ შახტარმა 1-3 წააგო, საშინაო მატჩი იყო წესით შახტარისთვის, თუმცა გასაგები მიზეზების გამო უკრაინული კლუბები საშინაო არენებზე ვერ თამაშობენ პოლონეთში, ქალაქ კრაკოვში თამაშა. იქ თამაშობს დონეცკის შახტარი საშინაო შეხვედრებს საერთაშორისო ტურნირზე და 1-3 უშანსოდ არის შეიძლება ითქვას, თუმცა ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ ახლა კრისტალ პალასი ნაკლები შანსი ახლა კრისტალ პალასთან, რა თქმა უნდა, კრისტალ პალასი მით უმეტეს ბრიტანეთში მატჩი კიდე სხვა ელფერით იქნება, აი შახტარისგან განსხვავებით რაიო ვალიკანომ იხეირა და საშინაო კედლები გამოიყენა იმისთვის, რომ თუნდაც 1 გოლით მოეპოვებინა გამარჯვებას ანგარიშით მოგებას, თუნდაც მინიმალური ანგარიშით მოგებას ასეთ სტადიაზე ტურნირი უკვე დიდი მნიშვნელობა აქვს, კი. არ უთამაშია აღნიშნე შენ ირაკლი აზაროვს, საერთოდ ირაკლის არ ეძლევა ევროტურნირებზე აი ამ კონფერენს ლიგას მიმდინარე გათამაშებაზე ფაქტობრივად თავის გამოჩენის საშუალება, მხოლოდ შიდა უკრაინის ჩემპიონატებში ათამაშებენ, არ ვიცი რით არის გამოწვეული, მე არ მგონია რომ აზაროვზე რამით უკეთესი თქვათ კონკურენტი ყავს აზაროვს გუნდში. ფაქტია რომ ესეთი გადამწყვეტი შეხვედრები როგორიც არის საერთაშორისო ტურნირის ნახევარფინალი, იქ ასეთი ფეხბურთელი როგორიც აზაროვია უნდა ყავდეთ, აი გაუშვეს 3 გოლი აგერ და როგორც უკვე აღნიშნეთ შახტარს ფაქტობრივად შანსი აღარ აქვს. მე არ მგონია რომ ეხლა ლონდონში ეს ორბურთიანი დეფიციტი აღმოფხრას. ამ ბრიტანელების გულშემატკივრობა, რა თქმა უნდა, კრისტალ პალასი როდის იყო ბოლოს ევროტურნირზე, ვიცი, მე არ მახსოვს ეხლა და ესეც რა თქმა უნდა ამ კლუბისთვის, კლუბის მესვეურების მნიშვნელოვანი მომენტია და ამ შანსს ხელიდან არ გაუშვია. დიდი ალბათობით. რაც შეეხება ევროპა ლიგას, აქაც დაძაბული შეხვედრები, აქ უფრო დაძაბულად სამართ გუშინდელი მატჩები, მინიმალური სხვაობა. მაგრამ აქაც ორივე მასპინძელმა გუნდმა გაიმარჯვა. გასვლითი შეხვედრა, განსაკუთრებით ინტერესი იწვევს ნოტინგემ ფორესტი ასტონ ვილას დაპირისპირება. გუშინ თქვით რომ ორივე ამ კლუბს შორეულ 70-80-იან წლების პერიოდში ჩემპიონთა თასიც აქვს მოგებული. ნოტინგემ ფორესტმა საერთოდ ორჯერ მოიგო ჩემპიონთა და ჩემპიონთა ლიგის წინამორბედი ტურნირი. და ასტონ ვილასაც აქვს მოგებული ერთხელ, მიუნხენის ბაიერნი დაამარცხა ფინალში, ძალიან მაგარი გუნდი ყავდა მაშინ. ასტონ ვილას, თუმცა ეს ადრე იყო, ახლა რა თქმა უნდა ამ დონეზე უკვე ვეღარ თამაშობენ ეს გუნდები, მაგრამ ახლა ევროპა ლიგის ნახევარფინალშია ორივე გუნდი, ფინალი ერთი ნაბიჯი და მოგება, უკვე რა თქმა უნდა ტურნირის მოგება დიდი წარმატება იქნება. და პორტუგალიური ბრაგა გერმანულ ფრაიბურგს ამარცხებს, შინ მოიგო ბრაგა მანგარიშით 2-1. ასე რომ ხუთშაბათს, უახლოეს ხუთშაბათს გაიმართება საპასუხო მატჩები, იმ დროის უკვე გვეცოდინება ჩემპიონთა ლიგის ფინალისტები და ხუთშაბათს საღამოს უკვე საღამოს პირს ამ ორივე ტურნირზე გაიმართება საპასუხო ნახევარფინალური შეხვედრები. ამასობაში ჩემპიონთა ლიგაზე ლიგის ის მატჩი, რომელიც პარიზში შედგა, ნომერ 1 პარიზულ და ნომერ 1 გერმანულ კლუბს შორის, პარიზულიც არის და ფრანგული კლუბიც დღეისთვის პირველი PSG, რომელიც მართლაც შევა ისტორიაში დაცვითი ფეხბურთების მოყვარულების კრიტიკის ფონზე, რომ ხო, ნუ არ მესმის ახლა. მაგრამ ხო
გუშინშენ მელის ალესანდრო მელის ჯერ მელის საერთოდ არც მახსოვდა ხა კი მაგითაც შეიძლება ვერც არ გაახსენდეს მაგრამ ესეთი გასაგებია ხო იქ საუბრობენ სხვა რამეს რომ ნუ დაცვა თუ არ არის ფეხბურთი არ არის და მით უმეტეს ამას ახლა იტალიელი ამბობს და გასაგებია მისი ლოგიკას მაგრამ საქმე იმაშია რომ თავისი დუბლით კვარაცხელი ამასობაში ჩემპიონთა ლიგის აი ამ ნახევარი ფინალური მატჩის შემდეგ ოქროს ბურთის პრეტენდენტთა შორის დაწინაურდა და ამ რეიტინგში 4 ადგილით წაიწია წინ შესაბამისად ათეულში მოხვდა და მე-9 ადგილზეა ხვიჩა კვარაცხელია მას მოდი პირველიდან მე-9-მდე ვინ არიან მის წინ შევახსენოთ რადიო მსმენელს პირველზეა ის ადამიანი რომელსაც გოლი არ გაუტანია ბაიერნის მაისურის პარიზელთა კარში მაგრამ მიუხედავად იმისა რომ ცენტრ ფორვარდია გადასარევად ითამაშა და შეტევაში თავისი დიდი წვლილი შეიტანა ჰარი კეინზე ვსაუბრობ პენალტი გაიტანა ჰარი კეინი ანუ მე სათამაშო მდგომარეობიდან პენალტი მას უნდა გაიტანა რა თქმა უნდა სხვათა შორის ჰარი კეინი აი ხა მაგაზეც ვიტყვით ჩვენ საუკეთესო ამ ნახევარფინალური პლეი-ოფის პირველი რაუნდის სიმბოლურ ნაკრებში, სადაც ხვიჩა რა თქმა უნდა მოხვდა, ჰარი კეინი არ შეუყვანიათ, არ არის ჰარი კეინი ამ 11 ეულში. და ესე იგი ესეც გარკვეულწილად მინიშნება ჩემი აზრით იმის რომ ჰარი კეინი კი არის პირველ ადგილზე ხა მაგრამ ჯერ ძალიან ბევრჯერ შეიცვლება კიდე ხო ჰარი კეინი კი არის პირველ ადგილზე მაგრამ მე მგონია რომ თუ ასე გააგრძელა და თუ ბაიერმა გააგრძელა სვლა გონია რომ ჰარი კეინს ამ რეიტინგში ოლისე გაწევს გვერდზე იმიტომ რომ თუნდაც აი ამ რეიტინგში მაიკლ ოლისი არის მეორე ადგილზე და ამ ადამიანს საოცარი პერსპექტივა გააჩნია პირდაპირ და გადატანით მნიშვნელობით პირდაპირ გულისხმობ იმას რომ მისი შეტევითი შესაძლებლობა და პოტენციალი ცენტრ ფორვარდისგან განსხვავებით კიდევ უფრო ბევრად მაღალია და გაშლილია შესაძლებლობა ანუ მეტი საშუალება აქვს საგოლე მომენტების შექმნისა პრეასისტობისა ასისტობისა და გოლების გატანისა და ზოგადად კიდევ ახლა ჰარი ჩემპიონატი აქვს კიდევ ოლისის იმას ზოგადად ვამბობ ჰარი კეინი უკვე ჰარი კეინთან შედარებით ეს პატარაა და კიდევ უფრო ბევრის მიღწევა შეუძლია. მოკლედ ლამინი ამალია მე-3 ადგილზე და ესეც საინტერესოა ოლისეს და იამალიც გავს არა, მაგრამ რაღაც სტილით თითქოს ერთმანეთს გვანან იმ თვალსაზრისით რომ ბურთი თითქოს დამაგნიტებული აქვს ფეხთან ეს შესანიშნავად გამოსდიოდა მესის რომელსაც საოცარი კონტროლი ჰქონდა რა აქვს და იმედი მაქვს რომ კიდე დარჩება და თავისი შედევრებით კიდევ გაგვაოცებს. ლუის დიასია ასევე ბაიერნიდან მე-4 ადგილზე, ერლინ ჰოლანი გიგანტი თავდამსხმელი მანჩესტერ სიტისა ამ რეიტინგში იკავებს მე-5 ადგილს, მე-6-ზეა დიქტატორად წოდებული კილიან მბაპე, სხვათა შორის ესეც საინტერესოა რომ პარიზელთა ბოლო გამოკითხვით PSG ევროპის პირველი კლუბი გახდა სწორედ მბაპეს წასვლის შემდეგ და ალბათ ამ ფაქტორმა იმუშავა და ახლა არსებული რეიტინგებით ხვიჩა უფრო ღირებულ ფეხბურთელად მიაჩნიათ პარიზელის PSG-ისთვის ვიდრე ეს მბაპეს თამაშის დროს ჰქონდა ხვიჩას პერიოდის ფორმაციის პარი სენ-ჟერმენი რა თქმა უნდა უფრო კარგ ფეხბურთს თამაშობს და შედეგებიც მოქვს ვიდრე მაშინ როდესაც მბაპე იყო და იგივე მესი და არ ყოფილა ლუის ენრიკეს ამდენი კომუნიკაცია რო ქონდა დემბელესთან და უკაცრავად მბაპესთან და რამდენადმე ითხოვდა რომ უკან ჩამოსულიყო თუმცა როგორც ჩანს ეს მისთვის ნაკლებად მისაღებია არის. მოკლედ მე-7 ადგილზე უსმან დემბელე და მე-8 ადგილზე არსენალიდან უკვე დეკლან რაისი. მე-9-ზე ხვიჩა თქვით და ხულიან ალვარესი ატლეტიკოდან ეს მე-10 ადგილზე კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ ეს არის ჩემპიონთა ლიგის პირველი ნახევარფინალური მატჩების შემდეგ გამოკვეთილი ოქროს ბურთის პრეტენდენტთა ათეული სადაც ხვიჩა გავიდა მე-9 ადგილზე. ჩვენ აუცილებლად უნდა გამოვეხმაუროთ ახლა სპორტის კიდევ ერთ სხვა სახეობას ძიუდოს სადაც ჩვენ ვიცით რომ ასაკის მიუხედავად უკვე ოლიმპიური ოქროებით
განებივრებული ჩვენი ძიუდოისტი გერმანიაში გაიკეთებს ოპერაციას და საფრანგეთში ხო და ყველაზე მნიშვნელოვანია ის რომ ეს ოპერაცია უნდა იყოს მაქსიმალურად შესანიშნავად უზადოდ იმისთვის რომ კიდევ არაერთი ოქროს მედალი მიითვალოს მან და მისი სახელით საქართველოს და ამ ყველაფრის ფონზე მეზობელ სახელმწიფოში გვაქვს კიდე ფორუმი ძიუდოისტების ხო ხვალ და ზეგ შაბათ-კვირას გაიმართება სტამბოლში ახალგაზრდა ძიუდოისტების შორის ევროპის თასის გათამაშება და საქართველოს ნაკრები საკმაოდ მრავალ შემადგენლობით იასპარეზებს 29 კაცია ჩასული სტამბოლში და რა თქმა უნდა ისევე როგორც ნებისმიერი ტურნირის ახალგაზრდული ტურნირიც ამ ტურნირის ერთ-ერთი გამოკვეთილი ფავორიტი სწორედ საქართველოს ნაკრებია რაც შეეხება ბექაურის 3 მაისს კვირას გაემგზავრება საფრანგეთში ბურჟის ცნობილი კლინიკა და იქა უკეთდება ეს მარჯვენა მხარზე კუნთი აქვს გაწყვეტილი როგორც ვიცით ლაშას 5 მაისს დაინიშნა ოპერაცია და იმედია მართლა შენთვის არ იყოს კარგად ჩაელვის ყველაფერი ლაშას ჰქონდა ტრავმის გამო საკმაოდ დიდი პერიოდი გაუწდა ახლა კიდე 25 წლის სპორტსმენი, რომელზეც უდიდეს იმედებს ვამყარებთ გულშემატკივრები, აი ამ ასაკში, ადრეულ ასაკში 2 ოლიმპიადის მოგება და წინ კიდე მთელი კარიერა მინიმუმ, ვიცი, 7-8 წელი მე მგონი ბექაური თავისი მონაცემებიდან მინიმუმ 1 ოლიმპიური ოქროს რესურსი ცალსახად გააჩნია. მინიმუმ შეიძლება ითქვას. ეხლა რასაც ვუყურეთ ჩვენ ხომ ბოლო ოლიმპიადას ასეთ თქვათ ასე ხუმრობაში მოიგო ეს აი ეს სერიოზული კონკურენტი რესურსი რამდენი ქონდა სერიოზული კონკურენტი არ ყავს ზონაში ოლიმპიადაზე ეს იყო ყოველ შემთხვევაში ხა ოლიმპიური ციკლი 4 წლეული ციკლის მსვლელობისას აგერ ტრავმა იქ შეიძლება თქვათ იქ ბევრი რამე იცვლება ხო ბევრი რამე და იქ შეიძლება ვიღაცა მოუგოს მაგრამ ეს არნიშნავს როცა უკვე ოლიმპიადა ახლოვდება იქ რა თქმა უნდა მომზადებაც სხვა დონეზე გადადის და აი აქ უკვე ბექაურს მე მგონი კონკურენტი არ ეყოლება. ხო და ასევე გუშინას თქვი და კიდევ ერთხელაც მინდა სიამაყით აღნიშნო სიხარულით რომ ჩვენთან ძიუდოის და ევროპის ჩემპიონატი უმაღლეს დონეზე შეფასდა ორგანიზების მხრივ ისევე როგორც პრაქტიკულად ყველა საერთაშორისო ტურნირის სპორტის სხვა სახეობებში მომავალ წელს ჩაინიშნა ძიუდო საერთაშორისო ფედერაციის მიერ საქართველოში კიდევ ერთი ევროპის ჩემპიონატი ოღონდ ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატი რომელიც ავარაუდოდ სექტემბრის დასაწყისში გაიმართება ჯერ თარიღი არ არის ცნობილი და მთავარი ტურნირი 2029 წელს მსოფლიო ჩემპიონატი თბილისში თავად განსაჯოთ ამ ევროპაზე წელს 400-ზე მეტი მხოლოდ სპორტსმენი იყო ძიუდოისტი იყო ჩამოსული და მსოფლიო ჩემპიონატზე აზიიდან და აფრიკიდან და თქვა იქ ამერიკის კონტინენტიდან უმრავი სპორტსმენი ჩამოვა ესეც რა თქმა უნდა ცალკე სხვა თემაა კიდე შენ ტურიზმში მოღვაწეობ და მოგეხსენება ჩემზე კარგად რამხელა ცნობადობის ხრივ და პოპულარობის ხრივ აი ასეთი სახის საერთაშორისო ორგანიზებები რამხელა მნიშვნელობის არის ჩვენარი პატარა ქვეყნისთვის. თალსახად. კახა, ჩვენ კალათბურთზეც მინდა რომ ვისაუბროთ, მაგრამ სანამ კალათბურთზე გადავალ სადაც ჩვენ პლეი-ოფის პირველ რაუნდზე უნდა ვილაპარაკოთ, მინდა რომ ფეხბურთის ჩვენს ჩემპიონატში მიმდინარე პროცესაც გამოვეხმაუროთ, იმიტომ რომ აქ შესანიშნავი სიახლე გვაქვს თემურ ქეძბაიას დონის მწვრთნელი ჩვენს ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში გამოჩნდა და ჩაიბარა იმ კლუბის მესაჭეობა, რომლითაც დაიწყო მისი საფეხბურთო კარიერა. სადაც ჩამოყალიბდა როგორც ფეხბურთელი. ჩამოყალიბდა და აფხაზეთიდან მისი ჩამოსვლა თბილისში პირდაპირ თბილისის დინამოში იყო და ამ კლუბში ხო და მე ვფიქრობ რომ ეს ისეთი გამოცდილების ადამიანია ისეთი მენტალიტეტის რომ მისი ფაქტორი დაეტყობა მინიმუმ დინამო თბილისს და ზოგადად ჩვენს საფეხბურთო გარემოს ნამდვილად გეთანხმები მე ძალიან გამეხარდა აღნიშნავ როდესაც გავშევით რომ ქეცბაია
საქართველოს ჩემპიონატში ბრუნდება თბილისის დინამოს თავმჯდომარედ თბილისის დინამოს თავად ემურის კარიერაში უდიდესი ადგილი უკავია აღნიშნე შენ რომ პირდაპირ აფხაზეთიდან მოხვდა მაშინ მე მახსოვს ეგ პერიოდი როდესაც კესპაია თბილისის დინამოში გამოჩნდა უნიჭიერესი თაობა იყო მაშინ 80-იანი წლების შუა პერიოდი და მიწურული ეს პერიოდია ჯერ საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი იყო მამუკა ფანჩულაია მაგ პერიოდში ზაზარევიშვილი თაობა ახალგაზრდები იყვნენ მაშინაც იგივე გრიგოლ საავა თამაშობდა მაშინ ჯერ კიდევ თბილისის დინამოდან წასული იყო პრინციპში მიხეილ მესხი თუმცა ის თაობა იყო რომელიც იძლეოდა იმის იმედს რომ ეს ოქროს თაობის თბილისის დინამო დააგრძელებდა თავის ისტორიას რა თქმა უნდა თუმცა შემდეგ ყველამ ვიცით რაც მოხდა საქართველოში 90-იანი წლები ფეხბურთის აღარავის და ახლა იმედი გვაქვს რომ თემურის ხელში რა თქმა უნდა არის იმედი უკვე ისეთი განცხადებებიც გააკეთა კესპაიამ რომლის გააკეთებასაც თქვათ რომლის შინაარს განცხადებას ბევრი ერიდება აქ რომ იგივე ბიზნესმენებს პირდაპირ უთხრა რომ შეიძლება ფეხბურთი არ გიყვარდესო მაგრამ ქვეყნის ქვეყანა სჭირდება და თქვათ რაღაც პატარა თანხა უნდა ჩაიდოს ფეხბურთი ანუ ფეხბურთს შევხედოთ როგორც საშუალებას თუნდაც როგორც ბიზნეს თუნდაც როგორც ქვეყნის საიმიჯო მარკეტინგულ პოლიტიკური ღირებულების მნიშვნელობას რა თქმა უნდა ასე რომ კესპაიას ხელში ჯერ 9 ტურიან ათამაშები საქართველოს ჩემპიონატში დღეს იწყება მეორე წრე მე-10 ტურის ორი შეხვედრა სპაერი დებიუტანტი რომელმაც რიხიანად დაიწყო ერთ პერიოდი ლიდერობდა კიდევ ჩემპიონატს ქუთაისის ტორპედოს მიიღებს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე გაიმართება ეს შეხვედრა 19 საათზე დაიწყება და 21 საათზე კიდევ ერთი ეროვნულ ლიგაში დაბრუნებული საფეხბურთო კლუბი რუსთავი გორის დილას ეთამაშება დანარჩენი მატჩები ხვალ გაიმართება პირველ და ბოლო ადგილოსანს შორის რომ მხოლოდ ათბურთიანი სხვაობა 10-ქულიანი სხვაობა ესეც არ ვიცი ჩვენი მდგომარეობის ამსახველია თუ ნორმაა არა ნორმა მეტნაკლებად თანაბარი სეზონის ამ პერიოდში ეს ნორმალური და ჯერ ხა არა მეორე მხრივ კარგია რომ თანაბარი ბრძოლაა და სუპერ გამოკვეთილი ცალკე პლანეტაზე მყოფი ერთი გუნდი და აქი დანარჩენები ასეთი მოცემულობა არ გვაქვს. არ არის, ხო. ლიდერია იბერია, მოქმედი ჩემპიონი 17 ქულით და პირველ ადგილოსან თბილისი იბერია, აი ბოლო ადგილზე მყოფ ბათუმის დინამოს უსწრებს სულაც 10 ქულით. ხო, შედეგულა ბათუმის დინამოს. ანუ რთული დაძაბული. აი ბათუმის დინამო თბილისის დინამო ეს მატჩი იქნება ხვალ ბათუმში. ანუ სერიოზული გამოცდა უწევს დინამოს ორივე დინამოს რა თქმა უნდა და აი ეს ტური გარკვეულწილად ძალიან ბევრ მას კონტურს გამოკვეთავს სატურნო მდგომარეობის ხრივ. კი ბატონო. კახა ახლა გადავიდეთ კალათბურთზე რომ მოვასწროთ ჩვენ დღეს პლეი-ოფის პირველი რაუნდი გვაქვს ორი გუნდის ვინაობა ცნობილია და ახლა მე ქუთაისი და თესეუ და ახლა დანარჩენი ორი ვინ არის ვინ იბრძვის იმისთვის რომ ხო მოკლედ სუპერლიგაზე გუშინ გაიმართა მეოთხე შეხვედრა იმერული დერბი ტყიბულში კი ბატონო ტყიბულის ორბი ზესტაფონის მარგვეთი და ტყიბულმა შეძლო გამარჯვების მოპოვება გამარჯვებულად 91-76 სერიაში გათანაბრდა ანგარიში 2-2 და ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ამ მიმდინარე პლეი-ოფში სუპერლიგისა, სადაც მეხუთე გადამწყვეტი მატჩის ჩატარება გახდა. ეს სად ჩატარდება რეგლამენტით როგორ იმართება 3 მაისს კვირას ზესტაფონის სპორტის სასახლეში 17 საათზე დაიწყება. ანშლაგი გარანტირებულია, ეს ისევე როგორც ასე იყო ტყიბულში და საერთოდ რა თქმა უნდა გასახარია როდესაც რეგიონებში ტარდება საერთაშორისო შიდა ჩემპიონატის მატჩები და ანშლაგი არის განსხვავებით თბილისური ტურნირებისა, სადაც თბილისში ცარიელი ტრიბუნების სახელით თბილისში დიდი დარბაზებია და დარბაზებიც არის და ინტერესიც ახლა იქ ხო ნუ მეტი ახლა არის სანტყიბულში ერთ-ერთი მთავარი სანახაობა იყო რა თქმა უნდა აი ეს იმ გუშინდელ დღეს და ხალხის მევიდა რა თქმა უნდა თავის ქალაქს წარმოადგენს გუნდი ყავთ ლეგიონერები ამერიკელები და ასე გაახარა გულშემატკივარი ორმა რაც შეეხება სწორედ ამ წყვილში ანუ ზესტაფონის მარგვეთისა და ტყიბულის ორბის წყვილში გამარჯვებული
შეხვდება ნახევარფინალში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდს. ესე რომ მოიგო რეგულარული სეზონი და ერთ გამოკვეთილ ფავორიტად მიიჩნევა. ესე რომ საქართველოს ნაკრების კალათბურთელები თამაშობენ, რამდენიმე კალათბურთელი პლუს საკმაოდ კარგი ლეგიონერები დაბალანსებული გუნდია, ლექსო ლაფანაშვილის გუნდი და ფავორიტად მიიჩნევა. რაც შეეხება კიდევ ერთ წყვილს, რომელიც აგზელებს ბრძოლას ნახევარფინალში, შეზახლავთ გორის ივერიონისა და საკალათბურთო კლუბ ბათუმის დუელი. ხვალ გორში გაიმართება ეს ამ გუნდების მეოთხე დაპირისპირება. ამ დროისთვის საჭარული გუნდი, ბუბა ბერიშვილის გუნდი იგებს 2-1 სერიაში, ასე რომ ხვალ თუ ბათუმმა შეძლო გორში გამარჯვებით მოპოვება, ბათუმი გავა ნახევარფინალში და შეხვდება იქ მოქმედ ჩემპიონ ქუთაისის საკალათბურთო კლუბ ქუთაისს. ახლა ჩვენი ლიგიდან ოკეანის გაღმა მდგომარეობის მიმოხილვაც რომ მოვასწროთ, იმიტომ რომ გასაგებია რომ დიდად ეროვნული საკალათბურთო შედეგები არ გვაქვს, ხო და ამის მომინდა რომ იქნება NBA-ზეც მცირე კომენტარი მოვასწროთ ჩვენი და ეროვნულზეც რა თქმა უნდა გისმენთ. შეება მე მგონი სადღაც 3 წუთი, ხო? მოკლედ ვთქვათ მაშინ დღეს კიდევ ორი გუნდი გაირკვა NBA-ში, ნახევარფინალში, რომელმაც გადალახა play-off-ის პირველი ბარიერი და გავიდა კონფერენციათა ნახევარფინალში. ნიუ-იორკ ნიქსმა ატლანტა ჰოუქსი გასვლაზე დაამარცხა დიდი სხვაობით 140-99 სერია. ნიქსმა 4-2 მოიგო და დასავლეთ კონფერენციაში მინესოტა ტიმბერვულსი ასევე 4-2 უგებს დენვერ ნაგეტს წყვილში ფავორიტად მიჩნეულ ნიკოლა იოკიჩის გუნდს. დენვერი ისევე როგორც შაშან ამჯერადაც ერთ-ერთ ფავორიტად მიიჩნეოდა, თუმცა პლეი-ოფის პირველივე სტადიაზე მინესოტამ გადაუღობა გზა 110-98 დღეს თან მინესოტა ლიდერების გარეშე თამაშობდა როგორც იცით და რომელი? მინესოტა. ხო, კი, მიუხედავად ამისა, მაინც მოახერხა შედეგზე თამაშის მოგება დენვერთან, რა თქმა უნდა, 4-2 და კიდევ ერთ შეხვედრა ფილადელფია ბოსტონი, ფილადელფია მოიგო ეს მატჩი 106-93 და ანგარიში სერიაში აქ თანაბარია 3-3, გადამწყვეტი მეშვიდე შეხვედრა გაიმართება ამ გუნდებს შორის. და ჩვენ ქართველ ლეგიონერებზე და მათ გუნდებზე ვთქვათ, ხვალ ითამაშებს ორივე ქართველი კალათბურთელის გუნდი, ორლანდო მეჯიკი, გოგა ბითაძის გუნდი, რომელიც 3-2 უგებს დეტროიტ პისტონს საკუთარ კედლებში ორლანდოში ჩაატარებს ხვალ ღამის 3 საათზე დაიწყება ჩვენი დროით ეს შეხვედრა. რაც შეეხება ტორონტო რეპტორს და სანდრო მამუკელაშვილს, ტორონტო მარცხდება სერიაში 2-3-ია კლივლენდ კავალიერსთან და ხვალ ტორონტო საკუთარ მოედანზე ჩაატარებს რიგით მე-6 შეხვედრას და შეესწრება ანგარიშის გაყაიმებას. ხვალ კიდევ ერთი მატჩია ჰიუსტონი ლოს-ანჯელეს ლეიკერსი, ჰიუსტონში გაიმართება ეს მატჩი, ლეიკერსი ლუკა დონჩიჩის გარეშე თამაშობს და მიუხედავად ამისა 3-2 ამარცხებს როკეტს, 3-1 იგებდა წინა მატჩი წააგო სახლში და ახლა აგერ უწევს გასვლითი მატჩი. რაც შეეხება ევროპულ კალათბურთს, ევროპაშიც ევროლიგა, მთავარი საკლუბო ტურნირი, საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგა. შეიძლება ითქვას, აქ დღეს ერთი მატჩია, პლეი-ოფის პირველი რაუნდი, აქ მეოთხე ფინალის ამ მოგებამდეა. რეალი, ჰაპოელი, მადრიდში გაიმართება ეს შეხვედრა, პირველი შეხვედრა რეალმა მოიგო, ახლა მეორე შეხვედრას ატარებს კლუბ საკუთარ მოედანზე, რაც შეეხება გუშინდელ შეხვედრებს, კლუბ დამარცხდა მანუ ჩარმარკოიშვილის გასმილი მონაკო უშანსოდ ოლიმპიაკოსთან 64-94 ოლიმპიაკოსი 2-0 იგებს სერიას, ახლა მომდევნო შეხვედრები იმედი ვიქონიოთ შეხვედრები და არა შეხვედრა სამოგებამდეა როგორც უკვე მონაკოში მონაკო მასპინძელი იქნება შესაძლებელი შემადგენლობით ასპარეზობს მონაკო წინამძღოლის სასვლის შემდეგ რამდენიმე კალათბურთელმა დატოვა ასე ვთქვათ პროტესტის ნიშნად კლუბი და ახლა მიუხედავად ამისა მანუჩარ მარკოიშვილის დიდი დამსახურებაა ის რომ გუნდი გაიყვანა ევროლიგის პლეი-ოფში და პლუს საფრანგეთის თასი მოაგებინა პირველი ტროფეი მანუჩარის ხელში. ფენერბახჩემ ჟალგირისი დაამარცხა გუშინ 86-74 ფენერი იგებს სერიას 2-0 და ვალენსია პანათინაიკოსი ფარულ ასე ვთქვათ ფავორიტად ვალენსია მიიჩნეოდა რეგულარულ სეზონში დაკავებული ადგილის მიხედვით, თუმცა პირველი ორი შეხვედრა რომელიც ვალენსიაში გაიმართა პანათინაიკოსმა მოიგო გუშინდელი მატჩი ოვერტაიმის შედეგად დასრულდა 7-5 ბერძნების სასარგებლოდ, ასე რომ პანათინაიკოსი 2-0 იგებს და ახლა სახლში უწევს
თამაში და დიდი ალბათობით გაივლის ვალენსიას ბარიერს. აი ეს მოკლედ ქართული, ევროპული და ამერიკული კალათბურთის. დანარჩენს უკვე სიახლეების სახით სპორტულ გამოშვებაში შენ შესთავაზებ რადიოსმენელს, მადლობა დიალოგისთვის. რადიო ემიდის პირდაპირ ეთერში განვაგრძობთ მუშაობას 9 საათი 44 წუთი გახლავთ, ზუსტად 16 წუთში მოისმენთ მორიგ საინფორმაციო გამოშვებას, შემდეგ კი სხვა სტუმართან და სხვა თემებით კი ბრუნდებით პირდაპირ ეთერში დროებით.